რა განასხვავებს საზოგადოებებს ერთმანეთისგან, რა განასხვავებს ცივილიზაციებს ერთმანეთისგან, ბევრი რამ უმთავრესი ეს რელიგიური ფაქტორია და ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ამ საზოგადოებაში ადამიანის ადგილი და ფუნქცია. ადამიანი სადგას სამყაროს ცენტრში თუ სადღაც განაპირას. Ყველა კულტურა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ცივილიზაციის ნაწილს ან თუნდაც ბირთვს წარმოადგენდა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო საქართველოს და ქართული საზოგადოების შემთხვევაში, ჩვენ მუდმივად გვიწევდა რაღაცა გარკვეული გამონაკლისების გარდა, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით დარჩენილი ყავით ჩვენს დასავლურ ქრისტიანულ ორბიტაზე. ის დასავლეთი, რომელიც დღეს არსებობს, თავის დროზე ჩვენთან ერთად იქმნებოდა, მაგრამ ის წყვეტა, რომელიც ჩვენ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგომ დაგვემართა დასავლეთთან ურთიერთობაში და საბოლოო ჯამში ჩაანაცვლა რუსეთმა, რომელმაც მიითვისა ბიზანტიური მემკვიდრეობა ახალი მესამე რომის იდეით და ჩაკეტა საერთოდ ყველა კავშირი დასავლეთ ევროპასთან და ნეგატიური ნარატივები თავსო ქართველთა ცნობიერება მათთან დაკავშირებით. თამან საბოლოო ჯამში ცუდი გავლენა იქონია ქართული საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე და დღევანდელ ეპოქაზე სხვათა შორის. ცივილიზაციური კუთვნილება განისაზღვრება როგორც აღმოჩნდეთ ადამიანის ადგილით ამა თუ იმ საზოგადოებაში. ქართული კულტურისთვის თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს შუა საუკუნეების ლიტერატურას, დავინახავთ, რომ ადამიანი ერთ-ერთი მთავარი პერსონა, ადამიანი თავისი ფიზიკურობით, ადამიანი თავისი შინაგანი სამყაროთი, ადამიანი ღმერთთან ურთიერთობით ძალიან მნიშვნელოვანია ის. განსხვავდება ქართული და რუსული კულტურის მიმართება. სხვადასხვა ცივილიზაციები ვიყავით, როდესაც მე-19 საუკუნეში რუსეთი საქართველოში მოვიდა და ის იყო შოკი, კულტურული შოკი ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც სხვა მოლოდინი ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში და სხვა ფაქტების წინაშე დააყენა მათ. პირველი ის, რომ ეს ქრისტეს ერთიანობა, ქრისტიანული ერთიანობა ტყუილ და შირმა აღმოჩნდა რუსეთისთვის და ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიებში წილალოცვის ქართულად აკრძალვა ეს ფუნდამენტური ღირებულებაა ნებისმიერი ერისთვის და ეროვნული ცნობიერებისთვის. ქართული სკოლების გაუქმება, მე კი წერდნენ, რომ ჩვენ შევქმნით, მაგრამ მათ რუსული სკოლები შექმნეს სემინარიები, თორე ქართული არსებობდა და ეს იყო განსხვავებული ცივილიზაცია და ჩვენ მთელი ნახევარი საუკუნე დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეცნობიერებინა სად ვიყავით. და ამასობაში ვორონცოვმა თავის საქმე გააკეთა და საბოლოოდ გამოფხიზლება და იმ აღორძინება ქართული ეროვნული იდენტობის და ცნობიერების უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს და მის თანამოაზრეებს, რომელმაც რეალურად ახალი ქართველი შექმნეს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული.